მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენს ტაროს საჯარო სეანსი. თემაზე რა იქნებოდა რომ? რას მოვიაზრებ ახლა ამ თემაში, ხომ? აქ იგულისხმება თქვენს მიერ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება, გარკვეული არჩევანი, ქმედება, გადაწყვეტილება, ნაბიჯი, სხვა მიმართულებით, მაგრამ თქვენ გქონდათ ასევე ალტერნატივის სახით სხვა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ არ გააკეთეთ ის არჩევანი და გააკეთეთ ის არჩევანი, რაც გააკეთეთ. შესაბამისად, მოდით დღეს ვნახოთ, თუ თქვენ მიიღებდით სხვაგვარ გადაწყვეტილებას, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად მოიქცეოდით, მაგალითად, ვიღაცის შემთხვევაში ეს იქნებოდა წასვლის გადაწყვეტილება დარჩენის ნაცვლად, ან სწავლის შეწყვეტა და უფრო ვთქვათ სხვა საქმიანობით დაკავება, ან პირიქით სწავლის გაგრძელება, ან საზღვარგარეთ წასვლა დარჩენის ნაცვლად, ან პირიქით საკუთარ სამშობლოში მოღვაწეობის გაგრძელება და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ყველამ თქვენი კონკრეტული სიტუაცია ჩაიფიქრეთ, სადაც თავის დროზე რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი გადადგით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეთ და ეს თქვენზე იყო დამოკიდებული. ეს არის თქვენი პირადი არჩევანი, თქვენს მიერ პირადად მიღებული გადაწყვეტილება. აქ არ იგულისხმება ისეთი ჰიპოთეტური მდგომარეობა, რომ მაგალითად ის რაც თქვენზე არ იყო დამოკიდებული და თავისთავად წარიმართა მოვლენები, ხომ? ამ შემთხვევაში არ იყო თქვენი პირადი არჩევანი და უბრალოდ ცხოვრებამ ამ გზით წაგიყვანათ, ასეთი მოცემულობა ამ გაშლაში არ მოიაზრება, აქ მოიაზრება თქვენი პირადი ნება, ნების ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილება და თქვენი პირადი ნებით გაკეთებული არჩევანი, ნების ქვეშ გაკეთებული არჩევანი. და მოდით ვნახოთ, რა იქნებოდა რომ სხვაგვარად მოქცეულიყავით, ეს ერთი და ისე როგორც მოიქეცით, რამდენად სწორი აღმოჩნდა თქვენთვის, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თავის დროზე. გვექნება სამი ვარიანტი, თითო ვარიანტში ამოვიღებ ორ არკანს და ვნახოთ, რას გვიჩვენებს ტარო სამივე ვარიანტისთვის. თქვენ მანამდე მოიფიქრეთ თქვენი ვარიანტები, პირველი, მეორე, მესამე, აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ინტუიციურად დაგიძახებთ და მე გადავალეხლა ვარიანტების გაშლაზე. პირველი ვარიანტი, რა იქნებოდა რომ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. მეორე ვარიანტი, რა იქნებოდა რომ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. და მესამე ვარიანტი, რა იქნებოდა რომ და რამდენად სწორია თქვენი გადაწყვეტილება, ის რაც რეალურად განახორციელეთ, ხომ? სამი ვარიანტი გვექნება. შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო, იმედია სამივე კარტი კარგად ჩანს. პირველი ვარიანტის არკანები, მეორე ვარიანტის არკანები და მესამე ვარიანტის არკანები, თუ გიჭირთ არჩევანის გაკეთება, დააპაუზოთ ვიდეო და ისე გააკეთეთ თქვენი არჩევანი, ან შეგიძლიათ სამივე ვარიანტში, თუ გაქვთ სხვადასხვა სიტუაციები და გაინტერესებთ, აი ამ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეპიზოდებში რამდენად სწორად მოიქეცით და რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, შეგიძლიათ სამივე ვარიანტში სამი სხვადასხვა მოცემულობა ჩაიფიქროთ და მოусმინოთ სამივე ვარიანტს. აქვე დავაანონსებ, ვიტყვი, რომ შეგიძლიათ შემომიერთდეთ ჩემს დახურულ Facebook ჯგუფში, ნუითის სამყაროში, რომლის ლინკსაც დაგიტოვებთ ამ ვიდეოს კომენტარების ველში. ძალიან მალე, ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ აღნიშნული ჯგუფის ფორმატში, გვექნება ერთობლივი რიტუალური პროცედურები, ონლაინ, რა თქმა უნდა, იქნება ეს ყველაფერი, ასევე გვექნება ონლაინ ლაივში საჯარო გაშლები და ბევრი საინტერესო რამ, რასაც შემოგთავაზებთ კონკრეტული ჯგუფის ფორმატში, გამომიგზავნეთ მოწვევა და მე ვნახავ თქვენს ასე ვთქვათ, მოთხოვნას უფრო სწორედ ჯგუფში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დაგიდასტურებთ. და ვნახოთ, უკვე გადავიდეთ ვარიანტების გაშლაზე და ვნახოთ, რას გვთავაზობს პირველი ვარიანტი. რა იქნებოდა რომ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. თუ არკანების მნიშვნელობებს ძალიან ისე სკრუპულოზურად გავყვებით, თუ თქვენ სხვაგვარ არჩევანს გააკეთებდით და სხვაგვარად მოიქცეოდით, ცხოვრება ასეთ რამეს შემოგთავაზებდეთ. ეს იქნებოდა ბალანსირებული ყოფა, ბალანსირებული რეალობა, სადაც
გარკვეულწილად მოგიწევდათ დათმობებზე წასვლა, კომპრომისებზე წასვლა, რაღაცეების გატარება, მოთმენა იმისთვის, რომ დაგეჭირათ ბალანსი, დაგეცვათ ბალანსის მდგომარეობა და სტაბილური ცხოვრება. თუ თქვენ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდით, თქვენს ცხოვრებაში შემოვიდოდა უფრო სტაბილური ცხოვრების წესი, სტაბილური რეალობა, სადაც ცვლილებები არის ნაკლებად და ყველაფერი ძალიან გაწერილი, წინასწარ განსაზღვრული წესებით მიმდინარეობს, სადაც არის ნაკლები მოძრაობა, მეტი სიმშვიდე, მაგრამ ნაკლები მოძრაობა, ნაკლები განვითარება და ნაკლები, ასე ვთქვათ, სიახლეები და ცვლილებები. თუ თქვენ ხართ უფრო ცვლილებებისკენ მიდრეკილი, სიახლეების სურვილით ანთებული ან სიახლეების მოყვარული ადამიანი, რომელიც მუდმივად არის ორიენტირებული განვითარებაზე, ცვლილებებზე, ცვლილებების შემოტანაზე, ცხოვრებაზე და წინსვლაზე, მაშინ აღნიშნული არკანი ძალიან მოსაწყენი იქნებოდა თქვენთვის აღნიშნული არკანის ენერგიების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ არკანი ზომიერება გვთავაზობს ყველაფერი იმას, რაც კარგად ნაცნობია, კარგად ვიცით, რაღაცა საკუთარი სახლის ის რომ წარმოვიდგინოთ სივრცე, ხო, სადაც სახლის მესაკუთრემ, სახლის მეპატრონემ, ვინც ცხოვრობს იმ სახლში, იცის ყველა კუთხე კუნჭული, ხო? სად რადევს, სად რა განლაგებაა და იქ არაფერი ახალი და რაღაცა მოულოდნელი მის ცხოვრებაში არ არის, ხო? ყველაფერი კარგად ნაცნობია. სტაბილურია, სიმშვიდე მოაქვს ამ მდგომარეობას, მაგრამ ცოტა მოსაწყენი ხდება ცხოვრება ასეთ ენერგიებში, ხო? შესაბამისად, თქვენ რამდენად სწორად მოიქეცით, აქ ამოდის ძალიან სერიოზული ენერგიები, ეს არის სულიერი ვიბრაციული ენერგიები, ეს არის მხედველი ადამიანის, ინტუიციური ადამიანის ენერგიები. კარზე მოაკაკუნეს და მომიწია შეწყვეტამ. გავაგრძელოთ, ესე იგი, სადაც ვიყავით, ესე იგი, რა გადაწყვეტილება მიიღეთ თქვენ და რამდენად სწორი იყავით ამ გადაწყვეტილებაში, ხო? ნუ როგორც აღნიშნე, აქ ამოდის მხედველი ინტუიციური ადამიანის ენერგიები. ეს არის ადამიანი, რომელიც შინაგანი სიბრძნის მდგომარეობიდან ჭვრეტს ცხოვრებას და შესაბამისად თქვენი გადაწყვეტილებებიც სწორედ რომ აი ამ შინაგანი სიბრძნის მდგომარეობიდან არის ხოლმე მიღებული და ამ შემთხვევაშიც თქვენი ეს გადაწყვეტილება, ეს არჩევანი მდგომარეობს სწორედ შინაგან არჩევანში, ინტუიციურ არჩევანში და ისეთ გადაწყვეტილებაში, რომელიც სულიდან, სულის მიერ არის ნაკარნახევი, ხო? შინაგანი ხმით არის ნაკარნახევი. შესაბამისად, თუ ესე დეტალურად მივყვებით შეკითხვებს და გაშლის თემატიკას, მაშინ მე ესე თავისუფლად შემიძლია ნამდვილად გითხრათ, რომ თქვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი, სულისმიერი გადაწყვეტილება, უმაღლესი მედან, თუ შეიძლება ასეთი ტერმინის გამოყენება ამ შემთხვევაში, უმაღლესი მედან მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც უფრო სწორ გზაზე დაგაყენათ, შეიძლება არ შემოგთავაზათ ამ გადაწყვეტილების შემდგომ ცხოვრებამ ესეთი სტაბილური, რუტინული, მშვიდი ყოფა, შეიძლება შემოვიდა ბევრი ქაოსი და თქვა სხვანაირად განვითარდა თქვენი გზა, არა ისე როგორც განვითარდებოდა ესე ზომიერად ბალანსირებულად, მშვიდად, მაგრამ ცოტა მოსაწყენად, ამ შემთხვევაში შეიძლება უფრო განსხვავებული განვითარება მოყვა თქვენს ამ არჩევანს, უფრო მეტი სიახლე, უფრო მეტი ცვლილებები, შესაძლებელია უფრო მეტი ხედვის გახსნაც უფრო მეტად და შესაბამისად რადგან ადამიანი დაბადებულია სწორედ იმისთვის და ჩვენ ყველანი ვიბადებით იმისთვის, რომ შევიმეცნოთ ეს სამყარო და მივიღოთ მრავალნაირი, მრავალფეროვანი გამოცდილება, შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში თქვენი არჩევანი, თქვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სწორი. ასეთი გახლდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ინსაიტები, თქვენი ხედვები, რამდენად მოვიდა ეს განმარტება და ეს პასუხები, ტაროს ეს პასუხები თქვენთან და მე უკვე გადავალ მეორე ვარიანტზე. რა იქნებოდა რომ და რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ თავის დროზე. აქ ცალსახად ჩანს ნეგატიური პასუხი პირველივე არკანში, ეს არის რა იქნებოდა რომ, იქნებოდა ნგრევა, იქნებოდა ძალიან ბევრი ტკივილი, ბევრი რამის დასრულება, უფრო ტკივილიანი მსხვერპლის გზით, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
იქნებოდა დანაკარგებზე გასვლა, იქნებოდა მსხვერპლის პოზიციაში ჩადგომა, რაღაცისთვის წერტილის დასმა იქნებოდა, მაგრამ ეს დასასრული იქნებოდა საკმაოდ მტკივნეული და უსიამოვნო თქვენთვის, რომელიც გაგრძნობინებდათ თავს მსხვერპლის პოზიციაში და გაგრძნობინებდათ იმასაც, რომ თქვენ გარკვეულ დანაკარგებზე და საკმაოდ სერიოზულ დანაკარგებზე გაგიყვანათ ამ არჩევანმა და ამ გადაწყვეტილებამ. რამდენად სწორი იყო თქვენი გადაწყვეტილება თავის დროზე? აბსოლუტურად სწორი იყო, იმიტომ რომ აქ ამოდის საკმაოდ ისეთი ცივი ლოგიკური აზროვნების ენერგიები, აქ ხმლების დედოფალს ხედავთ, ეს არის გონებით, ლოგიკით მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ფაქტებზე დაყრდნობით მოქმედებს, ლოგიკაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს და შესაბამისად ასეთი ადამიანის არჩევანი და ასეთი ადამიანის გადაწყვეტილება დიდწილად არის ხოლმე სწორი და ყოველთვის ამართლებს. შესაბამისად, თქვენ თავის დროზე შეიძლება მკაცრად მოიქეცით, შეიძლება საკმაოდ ისეთი დაუნდობელიც კი იყო ეს თქვენი არჩევანი გარკვეულწილად, მაგრამ ან ასე შეფასდა ყოველ შემთხვევაში სხვა ადამიანების მხრიდან თქვენი ეს არჩევანი და გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, თქვენ ამ გადაწყვეტილებამ უფრო ცხად ნათელ სივრცეში გაგიყვანათ, სადაც ყველაფერი არის უფრო ცხადი, უფრო დალაგებული, უფრო ლოგიკური და უფრო თანმიმდევრული. რა თქმა უნდა, აქ არა ჩანს დანაკარგები, აქ არ ჩანს მსხვერპლის ენერგია, შესაბამისად, თამამად შემიძლია გითხრათ, ვინც აერჩეთ მეორე ვარიანტი, რომ თქვენ აბსოლუტურად სწორად მოიქეცით იმ კონკრეტულ ვითარებაში, რაც გაქვთ ჩაფიქრებული აი ამ ვარიანტში. და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. რა იქნებოდა, რომ რამდენად სწორი იყო თქვენი გადაწყვეტილება? მოდით ამ პირველ ორ ვარიანტს ავიღებ და ნახოთ ესე ღიად აღნიშნული არკანები. რა იქნებოდა, რომ ორივე შემთხვევაში, ორივე არკანის შემთხვევაში ჩანს დასასრული. რაღაცის დასრულება, რაღაცა ციკლის, ცხოვრებისეული ეტაპის დასრულება და რაღაცისთვის, რაღაცის დასაწყებად, ახალი საწყისისთვის, სივრცის, ადგილის, დროის გამონთავისუფლება. მაგრამ პირველ შემთხვევაში თუ ეს მოხდებოდა ბუნებრივი გზით, თუ ეს მოხდებოდა ლოგიკურად, თუ ეს მოხდებოდა სამყაროსეული, დედამიწისეული კანონზომიერებით დადგენილი ციკლების დახმარებით, აი როგორც მაგალითად დღეღამის პრინციპი მუშაობს, ან თქვათ წელიწადის დროების პრინციპი მუშაობს, ხო, ჩვენთან არის წელიწადის 4 დრო და ამ 4-ვე დროს აქვს თავისი ლოგიკური დასაწყისი და დასასრული, ხომ? აი ასეთ ციკლურ ფაზებზე ვსაუბრობ, ოღონდ ეს არ შეეხება წელიწადის დროებს და ეს შეეხება ჩვენი ცხოვრების ფაზებს, ხო, რაღაცა კონკრეტული ფაზა დასრულდება და რაღაცა იწყება. ამ შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში ასეთი დასასრული შედარებით უფრო უმტკივნეულოდ ბუნებრივად მოხდებოდა. თემა რაღაცა მაინც დასრულდებოდა ორივე შემთხვევაში, მაგრამ პირველ შემთხვევაში თუ ეს მოხდებოდა შედარებით უფრო უმტკივნეულოდ და ბუნებრივი გზით, მეორე შემთხვევაში, თქვენი გადაწყვეტილების შემთხვევაში ეს დასასრული მაინც დადგა, რა თქმა უნდა, რაღაცა მაინც კონკრეტული დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თითქოს უფრო ტკივილიანი გზით, უფრო მატრანსფორმირებელი გზით. პირველის უპირატესობა მეორე არკანთან მიმართებაში და მეორე არჩევანთან დაკავშირებით, რაც თქვენ მიიღეთ, არის ის, რომ უფრო პროცესი გრძელდება და სრულდება უფრო უმტკივნეულოდ, უფრო ლოგიკურად, უფრო ბუნებრივად, თითქოს დროსთან და სივრცესთან უფრო შესაბამისობაში მოდის ეს პროცესები, ბუნებრივად მიმდინარეობს დასრულების პროცესი და დასრულებაც თვითონ მეორე შემთხვევაში ეს პროცესი უფრო თითქოს ჩქარა ხდება და უფრო მტკივნეულია და მატრანსფორმირებელი, მაგრამ მეორე შემთხვევაში თქვენ ერთგვარი ინიციაცია გაიარეთ ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან ეს დასრულების პროცესი აიღეთ საკუთარ თავზე, აიღეთ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ და პირადი გადაწყვეტილების ქვეშ, შესაბამისად თქვენ ამ გზით, ტკივილიანი გზით გაიარეთ ერთგვარი ტრანსფორმაცია, რამაც შესაძლებელია სულიერი განვითარების სხვა დონეზე გაგიყვანათ, სხვანაირად გაგაცნოთ საკუთარი თავი, საკუთარი პერსონა, საკუთარი შინაგანი სამყარო, ბევრი
ისეთი უნარი ან თვისება შესაძლებელი აღმოაჩინეთ საკუთარ თავში, რომელიც აქამდე გახსნილი თქვენთვის ესე ცხადად არ იყო. მართალია ამისთვის გარკვეული მსხვერპლიც გაიღეთ და გარკვეული ტკივილებიც განიცადეთ და ეს თქვენთვის ტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ ამან ხომ ვთქვი, ერთგვარი ინიციაცია მოახდინა თქვენს ცხოვრებაში და განვითარების სხვა საფეხურზე გაგიყვანა. თითქოს აი ესეთი ის მიჩნდება ახლა განცდა იმის დასურველი იმის თქმისა, რომ ამის მერე რაღა გამაკვირვებს, ან ამის მერე საერთოდ რისი უნდა შემეშინდეს. რაღაცა ასეთი შესაძლებელია იყოს მომხდარი თქვენს ცხოვრებაში, აი ამ კონკრეტულ თემასთან მიმართებაში. შესაბამისად, საბოლოოდ მაინც ესე ცალსახად ხისტად იმის თქმა, რომ თქვენ ცდარი გადაწყვეტილება მიიღეთ, არ იქნებოდა სწორი ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ ორივე მოცემულობას, ორივე არჩევანს, ორივე გადაწყვეტილებას აქვს თავისი მინუსები და პლუსები, რაზეც მე უკვე ვისაუბრე, ამიტომ აღარ განმეორდები, ასე რომ თუ მაინც სადღაც შინაგანად გაქვთ იმის განცდა, რომ რაღაცა არასწორად გააკეთეთ და უფრო უმტკივნეულოდაც, უფრო ნაკლები დანაკარგებითაც შესაძლებელი იყო იგივე შედეგის დადგომა, რაც დადგა თქვენს ცხოვრებაში, მე ასეთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ შესაძლებელია ეს ასეც მომხდარიყო, უფრო უმტკივნეულოდ და უფრო ნაკლები დანაკარგებით, იგივე შედეგი დამდგარიყო, მაგრამ ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა თქვენში, თქვენი სულიერი სამყაროს გახსნა, თქვენი შინაგანი პიროვნების, შინაგანი მეს უფრო მაღალ დონეზე დანახვა თქვენის მხრიდან, ერთგვარი ინიციაცია, რაც აი ამ გადაწყვეტილებით, ამ არჩევანით მიიღეთ თქვენ ამ ცხოვრებაში. აი ასეთი საინტერესო ვარიანტები მოგცა ტაროს პასუხებმა დღეს, ჩემო მეგობრებო. დაასრულდა ჩვენი საჯარო გაშლა პირად სეანსებთან დაკავშირებით. თუ გსურთ ჩემთან დაკავშირება, შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში, როგორც Facebook-ის, ასევე Instagram-ის მესენჯერში. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.